მენდილას ეთერში ახლა არის მხოლოდ ქართულის რუბრიკის დრო. ამჯერად ჩვენი რუბრიკის გმირი ბავშვის განმავითარებელი ავეჯის მწარმოებელი კომპანია თვითი გახლავთ. პირდაპირ ეთერში მხოლოდ ქართულის ავტორი თიკო ნატმულაძე გვერდდება, რომელიც თვითის შესახებ უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს. თიკო, დილომშვიდობისა. დილომშვიდობის ნინი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში. კომპანია თვითი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. თავდაპირველად ყველაფერი ერთი ბალანს ბორდით დაიწყო. ეტაპობრივად კი ეს მიმართულება უფრო უკეთ შეისწავლეს. ბავშვებისთვის მოტორიკის განვითარების საჭიროებების გამოიკვლეს და წლებთან ერთად გაფართოვდნენ. ახალი ნივთებიც დაამატეს და დღემდე გაფართოებას არ წყვეტენ. თანაც ეს ყველაფერი იმის პარალელურად, რომ ზუსტად 1 წლის წინ თვითის საწარმო სრულად დაიწყო. შემდეგ კი ყველაფერის აშენება ახლიდან ნაბიჯ დაიწყეს. საქმის ახლიდან აშენებამ კი კიდევ უფრო დიდი мотиваცია მოიტანა. სულ რამდენიმე დღეში თვითი ახალ სივრცეს გახსნის შოურუმს და სასწავლო ცენტრს. მოდი კომპანიის ისტორია სიუჟეტიდან მოვისმინოთ და შემდეგ უკვე საუბარი სტუმართან ერთად გავაგრძელოთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. სპეციალობით ვარ სპეციალური მასწავლებელი და ქცევის თერაპევტი და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვმუშაობდი ისედაც ბავშვებთან და როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, უკვე დავიწყე ფიქრი, რომ რაღაცა ჩემი პროფესია სხვა კუთხით წარმემართა და გადავწყვეტე, რომ გამეკეთებინა ისეთი სათამაშოები და ავეჯი, რაც ბავშვის განვითარებას შეუწყობდა ხელს. 2020 წელს უკვე რაღაც სატესტო პროდუქცია გავაკეთეთ, მაშინ კორონავირუსი იყო ქალაქში და მახსოვს დავდიოდი რაღაც გამოწერილი კარგი ხარისხის ხის სათამაშოებით სხვადასხვა სახელოსნოებთან და ძალიან დიდი გზა გავიარეთ მოკლედ, რომ რაღაც იმ ხარისხისთვის მიგვეღწია, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. თავიდან ეს სახელი რომ დავარქვით, რაც გაურკვევლობა გამოიწვია ჩვენ მეგობრებშიც, რომ თვითი ცოტა ისე ჟღერდა და თუმცა მე მაინც ეს სახელი გადავწყვეტე, იმიტომ რომ მთლიანად გამოხატავს ჩვენ მისიას და იდეას, რაც არის, რომ ანუ თვითი მოვიდა იქიდან, რომ ბავშვმა თვითონ რაღაცები გააკეთოს. ძალიან ბუნებრივად წავიდა მე გზა, იმიტომ რომ ჩემ შულთან ერთად ტესტავდი ყველა სათამაშოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს თეორიულად ყველამ კარგად ვიცით რა იყო თვითონ ეს მონტესორის იდეა და რა უნარებს ავითარებდა. თუმცა ეს რაც მინდოდა რომ პრაქტიკაში დამეტესტა ზუსტად ჩემ შულთან ერთად, რომ აი შემდგომ მომხმარებელთან ძალიან თავდაჩერებულად მეთქვა ზუსტად რა უნარზე გადის. არც ერთი პროდუქტი, რაც კი გვაქვს გაკეთებული, ესე რაც ჩვენ გვაქვს წარმოებას ჩაშვებული, არც ერთი არ არის დატესტოს გარეშე გაყიდვაში გამოსული და ერთი წელი არის ამ პროდუქტის ტესტვა, რა იყოს უსაფრთხო, იყოს ზუსტად რაღაც განვითარებაზე ორიენტირებული და რაც თავარი იყოს მრავალფუნქციური. ამჟამად ვართ ონლაინ სივრცეში, გვაქვს ჩვენი საიტი და ასევე სოციალური ქსელები. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული არის ადრეული განვითარების სპეციალისტებისგან და ხელოსნობისგან, ესე ვთქვათ და ჩვენთან ჩვენ გვაქვს მისია, ესე ვთქვათ, რომ ჩვენ მომხმარებელს რაღაცნაირად პირად კონსულტაციასაც კი ვუწევთ ხოლმე რა ასაკში რომელი პროდუქტი უფრო მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვის. 1 წლის წინ ჩვენი სახელოსნო რაღაც ფერფლად იქცა და მაშინ რაღაც ისეთი მომენტი იყო რა, რომ გავაგრძელოთ თუ არ გავაგრძელოთ ალბათ, იმიტომ რომ დარჩენილი გქონდა მარტო ის იმედი და სიყვარული, რაც ჩვენი საქმისადმი გქონდა, ჩვენ გუნდს და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ის ჩემი სუპერძალა ეგ არის, რომ რაღაც არ უნდა გაჩერდე და დანებება ძალიან მარტივი იყო რა მაგ მომენტში, რომ მაინც აღარაფერი აღარ გაქვს და მაგ დროს ვიგრძენი ხალხის სიყვარული რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რამდენად აფასებდნენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ხარისხზე ვარ მთელი წელი ორიენტირებული. შესაბამისად წარმატებას იმდენს ვერ ვახდენთ, რაც დაუშვათ ქონდა ჩაფიქრებული, ესე ვთქვათ, შარშანდელთან შედარებით, რომ ხანძარმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვა ჩვენზე და ეხლაც რაღაც აღდგენით პროცესში ვართ, გვინდა რომ რაღაცას წარმატება გავზარდოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა რეაბილიტაციო ცენტრებთან ვაღებთ ეხლა უბრალოდ ფიზიკურად აი ამაზე მუშაობას არ ცოტა ხანი შეჩერებული ყავს წარმატების კუთხით. პირველ რიგში გვინდა ის რომ წარმატება გავზარდოთ, გავიდეთ ევროპულ ბაზარზე და ჩვენ ნამყოფები ვართ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე გერმანიაში, ვაპირებთ წელსაც მივიღოთ მონაწილეობა და რა ვიცი, დიდი გეგმები გვაქვს.
მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენთან ერთად იმყოფება თვითის დამფუძნებელი ნინო ჩიტაძე. ნინო, მადლობა შენი დროისთვის პირველ რიგში. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და ძალიან სიმბოლურია რომ ახლა შენ ხარ BMG სტუდიაში, იმიტომ რომ ზუსტად 1 წლის წინ, როგორც ახლა სანამ პირდაპირ ეთერში შემოვიდოდით საუბრობთ, ზუსტად 1 წლის წინ იყავი ჩვენთან და მოყავი ამბავი იმაზე რომ თქვენი საწარმო სამწუხაროდ სრულად დაიწვა, თუმცა ახლა მოხვედი კარგი ამბებით და გარდა იმისა რომ საწარმო აღადგინეთ, უახლოეს მომავალში, თვის ბოლოსთვის ხსნით ახალ სივრცეს, რომელიც შოურუმთან ერთად იქნება კიდევ დამატებითი ადგილი. მინდა რომ ამ სივრცეზე საუბრით. დავიწყოთ, რას მოიცავს და რას გააერთიანებს თვითის ახალი ლოკაცია. მეც მინდა რომ მადლობა გითხრათ აქ დაპატიჟებისთვის და მაშინდელი დაპატიჟებისთვის კიდე გულწრფელად მინდა რომ მადლობა მოგითხრათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ის მარტო სიუჟეტის გაკეთება არ იყო, რომ მაშინ რაღაც მხარდაჭერა იყო თქვენი მხრიდანაც და ამის გამო დღეს თქვენთან შენობაში რომ შემოვდიოდი, ზუსტად ეგ ვიგრძენი, რომ თითქოს ეს 1 წელი რაღაცნაირად ჩემთვის დაიხურა და ეხლა შეჯამებას ავით და ახალ განვითარების საფეხურებსაც გავდივართ და ამის გაზიარებაც რომ მიწევს ესაო თქვენთან ერთად და ხსნით ახალ სივრცეს, რომელიც იქნება 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის. ეს ადგილი იქნება, სადაც ყოველი აქტივობა იქნება დაგეგმილი იმისთვის, რომ ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარები განვითარდეს. ორ ეტაპად იქნება დაყოფილი, თავიდან იქნება ფიზიკური აქტივობის ნაწილი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თვითის ავეჯზე და სათამაშოებზე ითამაშონ, აღმოაჩინონ საკუთარი ძალა და ისწავლონ ბალანსი. ხოლო მეორე ეტაპი იქნება უფრო მშვიდი, რაღაც ბარათებით მუშაობა, რაღაც სოციალური უნარებით სწავლება. ამ ყველაფერს დაგეგმავს ფსიქოლოგი ბავშვის ასაკთან მიმართებაში და გვინდა რომ ეს ადგილი იყოს ისეთი ადგილი, სადაც ბავშვი რომ მოვა ჩვენთან იგრძნობს თავს რაც შინაურულად და შეუძლია მცირე ჯგუფებისგან იქნება დაკომპლექტებული ეს ჯგუფები და შეიძლება მშობელსაც რომ დაესწროს გაკვეთილებს, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერამ რომ ერთობლივად უფრო მეტი შეიძლება რომ გავაკეთოთ ბავშვებისთვის და ეს იქნება მთავარი იდეა. ეს იქნება არა მხოლოდ შოურუმი, სადაც თქვენი პროდუქცია, თქვენი წარმოებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, არამედ გამოყენება შეეძლება ბავშვებს. და ასევე იქნება სხვა უფრო დიდი ბავშვებისთვის, ანუ უკვე 4+ ბავშვებისთვის იქნება სხვადასხვა ვორქშოპები, რომელიც ესეც რაც სხვადასხვა უნარებზე გავა, სპეციალურად დაგეგმილი, ასევე იქნება მშობლებისთვის რაც სხვადასხვა შეხვედრები და კიდე იქნება მცირე რაღაც სწავლებებით მოწყობაც კი გვინდა. წარმატებას გისურვებთ ამ ამბავში, იმედი მაქვს მალე გავიგებთ ამის სიახლეს რომ გაიხსნა უკვე თქვენი ახალი სივრცე. ასევე გაქვთ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელიც შეეხება კამპანიას, გამოცვალე, ასე ქვია ამ კამპანიას, როგორც ვიცი, და ამ კამპანიის ფარგლებში თქვენ იბარებთ, ესე ვთქვათ, უიბრუნებთ უკან თქვენი მომხმარებლების მიერ გამოყენებულ ნივთებს და ეს არის ერთგვარი რაღაც ცირკულარულ ამბავში ხართ ჩართული. ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. კი, ეს გამოცვალე კამპანია ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თითქოს აი თელ ჩვენი ბრენდის შინაგან სამყაროს გადმოსცემს მოკლედ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ მომხმარებლისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ცოტა ბიუჯეტური პროდუქცია. დღესდღეობით რეალობით ძალიან რთულია, რომ დატოვა იგივე ხარისხი და თანხობრივად გახადა ბიუჯეტური ხელმისაწვდომი შენი პროდუქტი და ძალიან ბევრი ფიქრის მერე მივედით ამ კამპანიამდე, რომ ეს გამოცვალე კამპანია გულისხმობს, რომ ვიბარებთ ჩვენ ძველ სათამაშოებს უკვე გამოყენებულს, თვითონ ამ მომხმარებელს ვაძლევთ კრედიტს ჩვენი ჩვენ თვითის ანგარიშზე, მაგალითად რო თქვენ თუ დაუშვათ ბავშვმა 6 წლამდე გამოიყენა ჩვენი პიკლერი სამკუთხედი, შეუძლია რომ უკან დაგვიბრუნოს ეს პიკლერი სამკუთხედი და უკვე თავის ცხოვრების ახალ გზაზე შეიძინოს საწერი მაგი და პირობითად უფრო ბიუჯეტურ ფასად ესაც და ჩვენ შემდეგ ამ დაბრუნებულ ნივთს ვაძლევთ ახალ სიცოცხლეს და უკვე აუთლეტის მარაგში ვდებთ და ელოდება მომხმარებელს განახლებული იგივე ხარისხით, უბრალოდ უფრო მცირე ბიუჯეტური თანხით.
ეს გარდა იმისა, რომ თქვენი მომხმარებლების ბიუჯეტზე ზრუნვა, ამის გარდა არის ეკომეგობრული. ეკომეგობრული ერთია და თვითონ ანუ ყველა იგებს რა ნივთიც, ბავშვიც, მშობელიც და თვითონ ბუნებას და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია არის და ჩვენ მომხმარებელთანაც რაღაცნაირად პასუხისმგებლობას ვიღებთ და ერთგულებას ვპირდებით მოკლედ რა ასევე მინდა ვისაუბროთ იმ საკითხზეც, რამდენად ამაღლდა ბოლო პერიოდში ცნობიერება მომხმარებლებში, განსაკუთრებით რადგან მშობლებზეა უფრო მეტად გათვლილი თქვენი პროდუქცია მშობლებში, რომ ეს მონტესორის მიმართულება არის მნიშვნელოვანი და საჭირო ბავშვებისთვის, იმიტომ რომ თითქოს ადრე ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მიმართულებას. ახლა როგორია ამ მდგომარეობა? ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოთხოვნადია და ანუ გაცნობიერებულად უკვე მშობლები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბავშვებს მოუწყონ განმავითარებელი უსაფრთხო გარემო, იმიტომ რომ ვფიქრობ ნამდვილად და ანუ ჩემი დაკვირვებითაც ეგრე არის, რომ ნამდვილად ჩვენი პროდუქტები ანაცვლებს გაჯეტებს, იმიტომ რომ ბავშვს შეუძლია რომ იყოს აქ და ამჟამად კოშკში რაღაც სენსორულმაგიდაზე სენსორული აქტივობებით და არ ჭირდებოდეს რაღაც საათობრივად რაღაც გაჯეტებებით და აი ამას რო ხედავს მშობელი ვფიქრობ რომ სწორად დაინახეს უკვე რამდენად მნიშვნელოვანი არის მსგავსი გარემოს შექმნა ბავშვებისთვის. ასევე თქვენი ერთ-ერთი სამოვალო გეგმა რითიც სიუჟეტი დავასრულეთ არის რომ გინდათ რომ თავი სინჯოთ საერთაშორისო ბაზრებზეც. ამ ხრივ თუ გადაგიდგამთ რაიმე ნაბიჯი ინტერესი თუ ყოფილა უკვე და ჩვენ შარშან ვეღარ მოვახერხეთ ამ ხანძრის გამო შარშან წინ ვიყავით უკვე გერმანიის ერთ-ერთ მსხვილვარ მესაზე რომელიც საკმაოდ მსხვილი გამოფენა არის სათამაშოების მხრივ. ის იყო რაც პირველი გამოცდილება, ეხლა ვგეგმავთ აქტიურად რომ ვიმუშაოთ ექსპორტზეც. თუმცა ჩემი მთავარი რაღაც იდეა ეგ არის, რომ ჯერ აი აქ საქართველოში ქართველი ბავშვებისთვის გავაკეთოთ ისეთი ხარისხი და ისეთი მნიშვნელოვანი სათამაშოები, რაც მათ განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ფიქრებში გვაქვს ეგ და გეგმებში გვაქვს, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ, შეიძლება ამ წელსაც მოვახერხოთ უკვე წასვლა, ზუსტად არ ვიცი და ექსპორტის მიმართულებითაც უკვე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ფიქრი. მახსოვს რომ როცა თქვენ დავიყავით საწარმოში ვსაუბრობდით იმ საკითხზეც რომ საბავშვო ბაღებთანაც ჰქონდათ მოლაპარაკებები და ჰქონდათ ცდელობა და გადადგმული ნაბიჯები ამ ხრივაც რომ საბავშვო ბაღებში შეგეტანათ თქვენი ავეჯი რომელიც ცხადია იქ მოსწავლე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა ამ ხრივ რა მდგომარეობაა ეხლა ვმუშაობთ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მიმართულებით. გვინდა რომ აღვადგინოთ ის კავშირები, ესე ვთქვათ, რაც ერთი წლის წინ გვქონდა. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ წარმატება გავზარდოთ ის, ახლა რამდენიმე პროექტშიც ვიღებთ მონაწილეობას და იმედი გვაქვს დაფინანსების და გვინდა რომ გავზარდოთ წარმატება ისე, რომ თვითონ ბაღსაც შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სათამაშოები ჩვენი ბავშვებისთვის. მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ ყველა წამოწყებაში, რომელიც ერთი წლის თავზე თქვენი შედარებით ცუდი და სამწუხარო ამბიდან წამოიწყეთ და ძალიან მიხარია რომ თქვენი სიახლეებიც ზუსტად ჩვენ სტუდიაში დაანონსეთ. წარმატებებს უსურვებთ თქვით, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ნინო ჩიტაძე, თვითის დამფუძნებელი.